მართლა შთამბეჭდავია გამარჯობა. გილოცავთ და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩევას. საერთოდ ქართულ საზოგადოებას რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსორდით წელში რომ მიტყვენ. ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო. რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მიმაგით უკვე ჩვენ წინაპარს. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და ჩვენ აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში. ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი. თანამედროვე დაპყრობის მეთოდი. გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა და ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში ალბათ მე არ ჩამოვთვლი და არც არის საჭირო თქვათ სენიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ რომელი ქვეყნები იგულისხმება ამაში. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიექანებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი. აი ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქეს. უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, აღრევა ერების ერთმანეთში და აი ესეთი გაუყმართებული ცხოვრება შეუქმნეს. და მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთ რამეს. ყველაზე ნიჭიერება ქართველი ერის ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ 2012 წელს 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა. ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ უდგა და ვინც ზურგს უმაგრებდა. თავში ყველას გვეგონა, ნუ რა გახდეს ნაციონალური მოძრაობა, არაფერ შუაში არ არის ნაციონალური მოძრაობა. მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. მე არ მინდა რომ კონკრეტიკაზე გადავიდე, დღეს აქ გავჩერდები. უნიჭიერესი ერი ვართ, უნიჭიერესი ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ერთადერთი სახელმწიფო, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით ჩვენი ერთობით მოახერხეთ და გავისტუმრეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლო სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი შეიძლება ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად გავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ესე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა იცოდეთ. მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულენ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება აღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან. და დღესაც თუ ადევნე თვალყურს მცდელობა აქვთ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80% პარტიას ხარს უჭერდეს და 10,000 კაცმა გადატრიალება მოახდინოს, არ მოუდგენელია. გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა ყველას ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს ქართულ საზოგადოებას.